მას შემდეგ რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა არასრულწლოვნები დააკავეს, ამის შემდგომ უკვე თითქმის 24 საათია ისმის მთავარი კითხვა, რა მთავარი მტკიცებულებები მოიპოვა საგამოძიებო უწყებამ არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ამ მთავარ კითხვაზე საქართველოს პროკურატურას განცხადება არ გაუვრცელებია. სახელმწიფო ბრალდებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება იმ ბრალთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც არასრულწლოვან გოგოებს ხელბორტილები თუმცა ამ განცხადებაში ჩვენ ვერ ვკითხულობთ თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ მათ წინააღმდეგ, რადგან 10 თვის განმავლობაში რაც გამოძიება მიმდინარეობდა, ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არ არსებობდა პირდაპირ მტკიცებულებები, რომელიც ნია იმნაძეს სისხლის სამართლის დანაშაულს დაადასტურებდა და შესაბამისად მთავარი კითხვა არის ახლა, რა მტკიცებულება მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ სახელმწიფო ბრალდებამ მეტადან მოიპოვა წაშლილი SMS-ები, რომელიც გახდა შესაბამისი მტკიცებულება ნია იმნაძის დასაკავებლად, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ნია იმნაძის ადვოკატმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არანაირი სახის ახალი მტკიცებულება. რაც შეეხება თავად სახელმწიფო ბრალდების მიერ გავრცელებულ განცხადებას, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახლა უკვე ბრალდებულმა ნია იმნაძე მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მავანიას უთხრა, რომ თითქოს და მასწავლებელი გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას აქცევდა მას. სწორედ ამის შემდგომ სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, რომ თანამზრახველებთან ერთად გიგა ავალიანს თავს დასწოვდა. ეს არის სწორედ ის ოფიციალური განცხადება, რაზეც საუბრობს სახელმწიფო ბრალდება და რის საფუძველზეც მოხდა ნია იმნაძის დაკავება, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ამ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ნია იმნაძის ბრალეულობას დაადასტურებს და ის ამბობს, რომ დაკავებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ბრალს არ აღიარებს. არ ვიცნობ საქმის მასალებს და ჩემთვის ნამდვილად უცნობია თუ რა სახის მტკიცებულებები არის საქმის მასალებში. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რომ ყოფილიყო რაიმე სახის მტკიცებულება, ესეც ჩემთვის უცნობია. ბრალდების შესახებ დადგენილების მტკიცებულებათი ჩამონათვალში რაიმე სახის მეტადან გამოთხოვილი ინფორმაცია არ ფიქსირდება, გავეცანით აღნიშნულ. მეტადან რაიმე ინფორმაცია მოვიდა თუ არა, ეს მართალია თუ ტყუილია, მაგასაც ვერ დაგიდასტურებ. შეიძლება ეს ტყუილიც იყოს, კი. ეჭვების საფუძველზე არ ხდება სისხლის სამართლის საქმის წარმოება. სისხლის სამართლის საქმე უნდა ვაწარმოოთ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე და სხვა არც ერთი სტანდარტი არ გადაწონის ამ გარემოებას. აქედან გამომდინარე, მტკიცება ეჭვების საფუძველზე, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა გააკეთეს რაიმე ან არ გააკეთეს, ეს არ შეიძლება. მე არ ვიცი, ვინმე თუ იცის მითხრას რასთან არის დაკავშირებული ნია იმნაძის 10 თვის თავზე დაკავება. რა უნდა თქვას 16 წლის ბავშვმა, რომელიც 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ. სახელმწიფო ბრალდებას მივმართავდით დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების თაობაზე, მოვითხოვეთ მისი, ასე ვთქვათ, ყველა მხრივ დაცვა, რაც შეიძლებოდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სახელის შეცვლა, გვარის შეცვლა, იმიტომ რომ საზოგადოების ცალკეული ნაწილი, რომელიც ამ შემთხვევაში არასწორად გავრცელებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი საზოგადოებრივი აზრი შეცდომაში იყო შეყვანილი, ხო? ამით ახდენდა გარკვეულ უწყებებზე ზეგავლენას, ზეწოლას და წნეხს, რის საფუძველზედაც არაერთი გადაწყვეტილება იყო მიღებული და არ არის გამორიცხული მოცემულ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდეს ასეთ გარემოებებს. 16 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ მძიმე იყო, ეს დადასტურდა, როცა იძულების წესით მიიყვანეს სასამართლოში, რისი უფლებაც ასევე გავმეორდებდი, რომ არც მაშინ არ ჰქონდათ. გონია 9 თვის განმავლობაში სიცოცხლის მოსპობით საჯაროდ გემუქრებოდეს ადამიანი, მე მესმის და ჩემთვის გასაგებია ის გარემოება, რომ სახეზე არის ადამიანის გარდაცვალება და ამ ადამიანის ინტერესები აუცილებლად უნდა დაიცვას სახელმწიფომ. თუმცა ამ ინტერესების დაცვის პარალელურად არ უნდა შეილახოს არასრულწლოვანი 16 წლის გოგონას ინტერესები და ჩვენ ვეცდებით, რომ შესაბამისი ზედამხედველობა საადვოკატო მიმართულებით განვახორციელოთ ამ სისხლის სამართლის საქმეზე, რათა არ მოხდეს შესაბამისად უდანაშაულო ან არასრულწლოვანი საუკეთესო ინტერესების შელახვა.
არსებობდა თუ არა მიმავის დამტკიცებულებების განადგურების რაიმე საფრთხე, სწორედ ეს კითხვები დავსვით დღეს მედიის წარმომადგენლებთა იმ გამომძიებლებთან, რომლებმაც გუშინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნიაიმნაძის საცხოვრებელ სახლში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ეს პოლიციელები დღეს ბრალის ოფიციალური წარდგენის ნაწილს ესწრებოდნენ და შესაბამისად ჰქონდა კითხვები, თუ რატომ გადაწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს ღამის 11 საათზე არასრულწლოვნის დაკავება, რომელიც მუდმივად თანამშრომლობდა საგამოძიებო სამსახურთან, აწვდიდა ყველა სახის ინფორმაციას ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რა ინფორმაცია ჰქონდა თავად სახელმწიფო ბრალდებას, აპირებდა თუ არა ნიაიმნაძე მიმავას ამტკიცებულებების განადგურებას, თუნდაც მოწმეებზე ზემოქმედებას. ამ კითხვებზე დღეს სამართალდამცველებმა, რომლებიც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ მობილიზებული, არ გაგვცეს პასუხები. კიდევ ერთი ბრალდებული, რომელსაც ბრალდება რამდენიმე წუთის წინ წარედგინა, ეს არის ანასტასია ბერუაშვილი. მას სახელმწიფო ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, როგორც სახელმწიფო ბრალდების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, გიორგი რიკაძემ ანასტასია ბერუაშვილს დანაშაულის ჩადენის შემდგომ მობილურ ტელეფონზე დაურეკა, მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ამ დანაშაულის შესახებ, თუმცა ანასტასია ბერუაშვილმა საგამოძიებო უწყებას ეს ინფორმაცია არ მიაწოდა. ჩნდება მთავარი კითხვა, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ანასტასია ბერუაშვილის მობილური ტელეფონი საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს პირველივე წუთიდან ჰქონდათ ამოღებული, შესაბამისად მათ უნდა ქონოდათ ამ მობილურის შემავალი და გამავალი ზარების ჩანაწერები, რატომ არ მოხდა მისი დაკავება პირველივე წუთში, თუ არსებობდა სისხლის სამართლის საქმის დანაშაული. ბატონო გიორგი, თქვენ ატარებდით საგამოძიებო მოქმედებას ნიას საცხოვრებელ სახლში. რა დამატებითი მტკიცებულება მოიპოვა საგამოძიებო უწყება? ნახე, 10 თვის განმავლობაში იძიებდით და საინტერესოა რა მტკიცებულება გაქვთ ახლა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ხელბერტილები დააგეთ. მეტასგან გამოთხოვილი დოკუმენტები მოვიდა, წაშლილი SMS-ების ამონაწერები. ბატონო გიორგი, ერთსაც კითხავთ, მიმავის საფუძველი არსებობდა 10 თვის განმავლობაში ეს ადამიანი დადიოდა საგამოძიებო უწყებაში მოკითხვაზე, მაგრამ მაინც გვიან ღამით დაიჭირეთ და მიმავის საფრთხე არსებობდა მტკიცებულებების განადგურების თუ პოლიციის განყოფილებაში, რატო არ დაიბარეთ და რატო არ დაიბარეთ? სამინისტრო გააკეთებს აღნიშნულზე. თქვენ ხო იღებდით მონაწილეობას განცხადებაში მტკიცებულებაზე, განცხადებაზე არაფერი არ წერია, ბატონო გიორგი. უკაცრავად ბეჭდარება. ბრალდებული არასრულწლოვნების აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვალ იმსჯელებს, როგორი იქნება მოსამართლის გადაწყვეტილება არასრულწლოვნების სისხლის სამართლის საქმეზე, სწორედ პროცესის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, ასევე ხვალ დიდი ალბათობით გვეცოდინება რა ახალი მტკიცებულება მოიპოვა სახელმწიფო ბრალდებამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე. როგორ ვითარდებოდა მთელი დღის განმავლობაში მოვლენები და რა ხდებოდა ბრალდებულების საცხოვრებელ სახლში გუშინ გვიან ღამით, მას შემდეგ რაც საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა განჩინება მიიღეს სასამართლოს მხრიდან, რომ ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენს მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან ნახავთ. ეს ვიდეო კადრები გუშინ გვიან ღამით არასრულწლოვანი ნია იმნაძის საცხოვრებელ სახლშია გადაღებული. უფლებადამცველის მიერ გადაღებული ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ არასრულწლოვნის დაკავების ოპერაციაში დაახლოებით 10 პოლიციელი მონაწილეობდა. იცი თუ არა ნია კვარკაშოში გასმები. აინტერესებს იცი რომ ნია კვარკაშოში უყურებთ გამატეთები და თელი ჩემზე ილაპარაკეთ. იცი რომ ამას უარ გავაკეთებ, მაგას დაგანახეთ. თელი საქართველო ჩემზე ილაპარაკეთ. პოლიციასა და არასრულწლოვნის ოჯახის წევრებს შორის რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ ნია იმნაძე სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით დაკავების პროცესში არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარეს და რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მედიკოსების რამდენიმე საათიანი დაკვირვების შემდეგ ნია იმნაძე კლინიკიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. არასრულწლოვნის ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ სკოლის მოსწავლეს დანაშაული არ ჩაუდენია. ვერ გვეტყვით რამე, აი პოზიციასთან დაკავშირებით, რავს თუ ეთანხმებით ამ ბრალდებას, რა ბრალდებას ეთანხმებით უდანაშაულოა, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რა მტკიცებულებებია? არ ვიცი, ოჯახი ამბობს, რომ უდანაშაულოა? ოჯახი ამბობს, რომ უდანაშაულოა? ან კი ხარი და პოზიცია რა დააფიქსიროთ.
საგამოძიებო უწყებამ ნია იმნაძესთან ერთად კიდევ ერთი არასრულწლოვანი ანასტასია ბერუაშვილი დააკავა. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ ანასტასია ბერუაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული დაფარა და საგამოძიებო უწყებას მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. თუმცა დაცვის მხარე აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა და მას ბრალად წარდგენილ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ანასტასია ბერუაშვილი ფიზიკურად ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა, არც იყო და არც სადავოდ არ არის ეს გამხდარი, რომ შესწრებოდა რაიმე დანაშაულის ფაქტს და შეიძლებოდა რომ არ მიეწოდებინა რაიმე ინფორმაცია, აი ეს აბსოლუტურად გამორიცხულია და ტელეფონო საუბრები რამდენჯერ მიმდინარეობდა, რა პერიოდში, რა დროის მონაკვეთში, ამას მე ვერ დაგიდასტურებთ, მაგრამ თუ ასეთიც მიმდინარეობდა ყოველ შემთხვევაში, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოვიცხავ. მომხდარის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე. 10 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ არასრულწლოვნების წინააღმდეგ, რომლებსაც გიგა ავალიანის დედა დანაშაულის შეუტყობინებლობასა და ორგანიზებაში ამხელდა, საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა. ახლა ჩნდება კითხვა, რა ახალი მტკიცებულებები მოიპოვა გამოძიებამ, რის საფუძველზეც არასრულწლოვანთა დაკავების შესახებ განჩინება გაიცა. ნია იმნაძე თვითონ ამბობს ბოლო ჩვენებაში, რომ მან უთხრა ალექსანდრე გაბაშვილს გიგას შესახებ. ეს ერთი. მეორე. თქვენია იმნაძის ჩვენება ჩვენ ანძებით ერთად არიან ნია იმნაძე და ალექსანდრე გაბაშვილი, როცა ალექსანდრე გაბაშვილი გიგას სურათებს ქრინავს. სიტყვა წაქეზებას 20 ოქტომბრიდან რატომ ამბობ? იმიტომ რომ ნია იმნაძეს ეს ამბავი რომ ეთქვა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანთან არ აუჭირდა. მაგრამ მან კარგად იცოდა, არც მოხდებოდა დანაშაული და იმიტომ არ აუჭირდა. ალექსანდრე გაბაშვილის კრიმინალური წარსული და კრიმინალური აწმყო მაშინდელი იცოდა მთლიანად დიდემად იყო. და რა თქმა უნდა ნია იმნაძემაც იცოდა ეს. და როცა კრიმინალური აზროვნების ადამიანთან საუბრობ, თან ისეთ ადამიანთან, ვისი სიმპათიას ხართ, რა ვიცი რა ქვია, მაგ თინეიჯერების ენაზე, რა თქმა უნდა, ეს უკვე ნიშნავს დანაშაულისკენ ბიძგებას. არასრულწლოვანთა საქმეზე სასამართლო ხვალიმშევლებს უკვე ცნობილია, რომ ანასტასია ბერუაშვილის ადვოკატები სასამართლოსგან მისი გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას მოითხოვენ. რაც შეეხება ნია იმნაძეს, რომელსაც ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავება, ამ დროისთვის უცნობია, რა პოზიციას დააყენებს მისი დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით.